რაგბში 4 ტურნირის გამარჯვებული ქუთაისის აია გახდა, რომელმაც 3-ვე თამაში გაიმარჯვა. 16 წლამდე მორაგბეთა შორის ამ მასშტაბის ტურნირი აჭარაში პირველად ჩატარდა. ორგანიზატორებმა რაგბის მხარდაჭერისა და ტურნირის გაშუქებისთვის სპეციალური პრიზი დღეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს გადასცეს. 16 წლამდე მორაგბეთა შორის 4 ტურნირის უკანასკნელ შეხვედრებში ქუთაისის აიამ თბილისური წიქარა დიდი ანგარიშით 33-0 დაამარცხა. ასევე დიდი ანგარიშით 27-0 მოუგო მერანმა აჭარის ნაკრებს. ფიქრობ, რომ არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ თითქმის აჭარის ნაკრებიდან ყველა მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატის მერვედ ფინალში ვიყავით. გათამაშებაში ვღებულობდით მონაწილეობას და აქედან გამომდინარე გუნდს ფიზიკურად დაღლა დაგვეტყო და გადავიღალეთ და ამ ეტაპზე მე-3 ადგილს დავჯერდით და შემდეგში შევეცდებით, რომ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლო. საინტერესო მატჩი იყო, 4-ვე ღირსეული მოთამაშე, ღირსეული გუნდი ვიყავით. მასპინძელ გუნდთან მოგვიწია დღეს თამაში. ძალიან კარგი ბრძოლა იყო, ბიჭები კარგად გვეთამაშნენ. 4 ტურნირზე ქუთაისის აიამ 3-ვე თამაში გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ტურნირის საუკეთესო 10 ნომრად აიას კაპიტანი სანდრო ფურცხვანიძე დასახელდა. ასეთ ტურნირები იქნება სასწავლო ყველა დიდი ორთაბრძოლებისთვის საერთაშორისო არენაზე და მე იმედი მაქვს, რომ ამ ბიჭებისგან ნაკრებშიც მოხვდებიან და ასახელებენ თავიანთ სამშობლოს. ჩვენ გავიმარჯვეთ 3-ვე თამაში, მოვაგროვეთ ქულების მაქსიმუმი და შესაბამისად გავხდით ჩემპიონები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისში გამარჯვებულის სახელით ბრუნდებით. დღესვე გამოვლინდა ჩემპიონატის საუკეთესო 9 ნომერი, შემტევი, მცველი და ბომბარდირი. ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი მასშტაბების ტურნირი 16 წლამდე მორაგბეთა შორის ქვეყანაში პირველად ჩატარდა. გათამაშება რაგბის კავშირის ინიციატივით და აჭარის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით გაიმართა. ძალიან საინტერესო ტურნირი იყო და ძალიან ბევრი რამ გამოიკვეთა ამ ტურნირს, მაგალითად ის რომ ქართულ რაგბს მომავალი აქვს და ეს ამბავშვება დაადასტურეს, ძალიან ძლიერი და ჯანსაღი თაობა მოდის და ძალიან მოტივირებული თაობა მოდის და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, დეპარტამენტი მსგავს ტურნირს სულ მხარს დაუჭერს. 16 წლამდე მორაგბეთა შორის ტურნირს ბათუმი მომავალ წელსაც უმასპინძლებს. ორგანიზატორთა შეფასებით გაიზრდება მონაწილე გუნდების რაოდენობა. ტურნირს კი საერთაშორისო კვალიფიკაცია მიენიჭება.